საფილო მერე ზურმუხდო ჩემო სამშობლო მხარეო ნეუნი დაბრუნებულარ კუნალად შენაყარეო საფილო მერე ზურმუხდო სული სამგმელო მხარეო შენი ვარ შენთვის მოგდები შენზე მოგიარეო აკაკი წერეთელი არის გამორჩეულად პროფესიონალი პოეტი და მწერალი. აკაკი ჩემთვის ისეთივე საქართველო, როგორც ნიკო ფიროსმანი, მაგალითად, ადამიანი ქვეყანა, ადამიანი სამშობლო. აკაკი წერეთელს რო კითხულობ, ხედავ როგორ გააცკარიალა ქართული ლექსი, ქართული პოეზია. გამსუბუქა, გაევროპიელა, ექსპერიმენტატორია რითმის. ეს კაცი იყო თავისუფალი ხელოვანი. არაფერი არ ბოჭავდა მას, გარდა ნეობრივი საწყისებისა. ეს არის უნიკალური ადამიანი. ჩემის აზრით, ასეთი მოვლენა ჩვენ არ ყოლია, გარდა პოეტობისა და პროზაიკოსობისა, უამრავი პუბლიცისტური წერილების ავტორის არის. მისთვის მთავარი იყო შინაარსი და გამოხატულება ამ შინაარსში. მისი შემოქმედება არის საყოველთაო, ის ყველასია. აკაკი ხომ სახალხო პოეტი იყო. შეეძლო გულწრფელი ყოფილიყო ღმერთთანაც, ადამიანთანაც, თავის შემოქმედებასთან და თავის ნიჭიერებასთანაც. აქტოვანებაშიც, გულდაწყვეტაშიც, ყოველთვის გულწრფელია აკაკი. და არის კიდევ ის იდუმალეა, ის სიტყვა, ის სიმსუბუქე, ის ღვთაებრივი სილაღე, რომ ამომწურავი ფორმულირება ვერ მიესადაგება. მთელი ქართული ყოფა შეავსო თავისი ღვთაებრივი სილაღით. ძალიან ცოცხალია აკაკი წერეთელი. მართლა ხედავ, რომ დღესაც მისი პოემები არის მასწავლებელი საქართველოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ამოდოს საქართველოს ისტორიისაც. საზოგადოებრივი აზრის შექმნის და შეცვლის იმედად ეგულებოდა აკაკი წერეთელი. თავდაუზოგავად მუშაობდა, აქტიური შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდა. აკაკი არის ჩვენი ქართული ახალი იდენტობის, რომელიც ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში, ჩვენი მისწრაფების როლი. საქართველოს დადგეს ერად სხვა ერთა შორის, იყოს თავისუფალი, იყოს ღირსეული, განვითარდეს ყველანაირად. აი ამის ერთ-ერთი მესოური და მებაირახტარი ილია ჭავჭავაძესთან და ვაჟა შოვლოსთან ერთად. აკაკი წერეთლის ტექსტები ეხება ისეთ თემებს, რომლებიც მარადიული საფიქრალია კაცობრიობის. ისეთ კითხვებს სვამს, რომელზე პასუხის გაცემაც მოგააზრებინებს საკუთარი ცხოვრების საზრის. ვინ ხარ შენ? რა დანიშნულება აქვს შენს ცხოვრებას? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობა? და ეხება ისეთი ქართულით, რომლის ბადალი ძნელი გასახსენებელი. აკაკი რომ მოდის 19 საუკუნის ეს მშვენება რომ ჩდება ქართულ ლიტერატურაში შედარებით დამძიმებულ გარემოში არის ქართული სიტყვა და აკაკი ათავისუფლებს სტრიქონი იწყებს თავისუფალ სუნთქვას. აკაკის ლექსები, პოემები გახდა ქართული იდენტობის ნაწილია. მისი გამოთქმების გარეშე ქართული პატრიოტული განცდები, ქართული ეროვნული თვითშეგნება აღარც არსებობს. ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო აკაკის არის. ბევრი ასეთი რამე. ნათელაში აქვს ეს ჩანგური საქართველო, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. აკაკიმდე ასეთი რაღაცა არავის არ დაუწერია ქართულ პოეზიაში ასე მძლავრად, რომ ერთიანი საქართველო და მისი სიმები სხვადასხვა მხარის ცხოვრები, ოდელა-დელა-დელა. და დელა-დელას ქართველი ამოდალო თელი ამდენი საუკუნის მანძილზე, მაგრამ ამას შეიძლება სალექსო სტრიქონის მისია დაეკისროს. არავის არ იყო წარმოსადგენი აკაკის გარდა. აი ესეთი ოპტიმისტური, წკრიალა, მორწმუნე დამოკიდებულება აკაკის თამაგონებელი ყველასთვის. ეს არის უნიკალური ადამიანი, რომელიც ლექსებად შექმნის სიმღერებს ახლაც ვღერიან. არა მხოლოდ საქართველოში. აკაკის აქვს თავისი ლექსები ისეთი მუსიკალური, რომ მისი ბევრი ლექსი ეგრევე ბუნებრივად სიმღერად იქცა. ერთხელ მხოლოდ ისი ძილში მაგალითად რელიგიური ლექსი სულიკო სოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა. საყვარელ საფლავს ვეძებდი სამად გაშლა ის ერთი ვარსკვლავად ბულვარდათოს თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო. აპარაკია რომ ქრისტიანული ღმერთი არის სამება და ნიშნავს მარადიულ სიყვარულს. ამიტომაც აკაკის ეს იმპერატივი რომ აქ უნდა შეიყვარო ერთმანეთი რომ მარადისობა გქონდეთ. მომღერალი პოეტია, გოსანი და არ ქართველმა აკაკის და მართლა ესეთია. გალაქტიონი აღმერთებდა აკაკის ამისთვის. გალაქტიონისთვის ერთ-ერთი პირველი გამოვლენებით იყო მუსიკა. და უფრო მეტიც ამბობენ რომ გალაქტიონმა წერით საბიტო მოუშვა, რომ აკაკის დამსგავსებოდა. თქვა ძალიან რო უჭირდა სულიერად, აკაკი მისთვის იყო სულიერი მხარდამჭერი. ამიტომაც თაწმის თორეში ახსენებს. აქ შემსახლო აკაკის ლანც ზინავს მეფურძილით. და ისიც რომ გამომოკვდა სიმღერებში ისევდიან გედად აკაკის აგებით ლექსი. თითქმის წინათ ამბობენ აჭიკჭირდება გედიო, დაკრულ ხანგებში იმარხვის მისი არსების ბედიო. ილიასთან ჯერ აზრია და მერე მოდის პოეტური სტიქია და აკაკი რაც პოეტურ სტიქიაშია თავიდანვე. თქოს აი სულის სიმები სულ დაძაბული აქვს რომ ასეც გაიგებს ის ლექსად გამოთქვას. ილიას კონფლიქტი აქვს სამშობლოსთან. აკაკის რომანი აქვს სამშობლოსთან. რო ამბობს ილიას ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია, რასაც სიძულვილად უთვლია. ეს არის კაცი, რომელიც განსხეულდა სამშობლოდ ილია.
და აკაკი გუფუნება იმისა, რომ სამშობლოსთან რომანი კონდეს. ის უგალობს სამშობლოს უგალობს მას. ქართული ენა არის ბედნიერი, რომ სწორედ ამ ენაზე დაიწერა გამზრდელი. აკაკის გამზრდელია ძალიან დიდი პოემა. ბადალი პოემა რო კვდებოდა აკაკი, წაუკითხეს ეს გამზრდელი და ცრემლი მოვიდა და თქვა, რომ ეს მართლაც კარგი დამიწერიაო. მიუძღვა პედაგოგებს. თუ ადამიანის ხასიათში დევს მიდრეკილება ბოროტებისკენ, ამას აღზრდა ვერაფერს უშველის. აკაკი თითქოს აი ამ თვალსაზრისისკენ იხრება და მისივე პერსონაჟი ჰაჯი იუსუფი არ ეთანხმება და ეს ძალიან საინტერესო კოლიზიას ქმნის. ავტორსა და მის პერსონაჟს შორის დაპირისპირება. ის იღებს როლ პასუხისმგებლობას თავისი მოწაფის, თავისი აღზრდილის დანაშაულსა და ცოდვაზე. და ის ცნობილი, ამაღელვებელი, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანიც და ემოციური ფინალი, რაც კი დაწერილა ქართულ ენაზე ოდესმე. მესანიშნავი, ამაღლებული სიტყვები, შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდი ხარ. ხალი ტვირთი აკიდა, რომ შენ იცოდე, რომ თავიც კი დაუდრენი ამ ცოდვისთვის და აწი შენ აღარცა გაგუფლება ამერეთ იცხოვრო. გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, როგორც ადამიანი, როგორც ჩაგიფიქრა ღმერთმა, როგორც გასწავლილი, ისე იცხოვრე. აკაკი წერეთელი დიდი მწერალი იმითაც არის, რომ საბოლოოდ იმეც არ გადაგაწყვეტინებს, როდესაც საქმე ადამიანს ეხება. ის ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცა სხივი დაინახოს თავის პერსონაჟში. არასდროს არ უნდა დაეცეს ადამიანი ისე, რომ ფეხზე წამოდგომა ღირსების მოძიება და საკუთარ თავში აღდგენა ვერ შეძლოს, თუნდაც ყველაზე მძიმე ჩადენილი ცოდვის შემდეგ. ეს არის ბოლო გაკვეთილი, რომლის ჩატარებასაც ასწრებს ჰაჯი იუსუფი საფარბეგისთვის. გამზრდელი არის 106 სტროფის გენიალობა. ჩვენ ვყოფებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში, ხვიტორში. აკაკის მამა როსტომ წერეთელს იმერე გლეხებთან ერთად ბერძენი ოსტატები მოუწვევია და აიგო ეს დიდებული სასახლე. როსტომი გახლდათ ჩინებული მოჭადრაკე, აკაკის დედა გახლდათ ეკატერინე აბაშიძე, იმერეთის მეფის სოლომონ პირველის შვილის დარეჯან ბატონიშვილის შვილიშვილი. ეკატერინე ითვლებოდა საკმაოდ განათლებულ და მეურნე ქალაქ. 1840 წელს ამ სასახლეში დაიბადა ჩვენ დიდი მგოსანი. აკაკის ჰყავდა ორი და 2 ძმა, ანა, დავითი, ილიკო და მავრა. იმ პერიოდში ძიძიშვილობა ტრადიცია იყო. თავადები ატორონობდნენ თავიანთ გლეხებს. როდესაც დაიბადა აკაკი, იგი გააბარეს სოფელ სავანეში და მას ზრდიდა სადუნიშვილის ქალი. თვითონ ამბობს, რომ თუ კი რამ კარგი და კეთილია ჩემში, მხოლოდ იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის ბავშვებთან ერთად ვიზრდებოდი. და ამ უბრალოების გამო უყვარდა იგი სულ ყველას, რომ მასაც ყველა უყვარდა ამ ქვეყანაზე. 6 წელსა გადმოიყვანეს სასახლეში, შემდეგ შეასწავლეს წერა-კითხვა და მიაბარეს ქუთაისის გიმნაზიაში. როდესაც გიმნაზიის მე-7 კლასიდან გამოვიდა, აკაკი სურდა პეტერბურგში სამხედრო სასწავლებელში წასვლა. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობს ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტი. მათი ლიდერია ილია ჭავჭავაძე, აქ არიან ნიკო ნიკოლაძეები, ღოღობერიძეები, ძმები ლორთქიფანიძეები. ამ წრეს დაუახლოვდა. შეიცვალა გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურის ნაცვლად პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ცოდნეობის ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. დამთავრებს უნივერსიტეტს, იცავს დისერტაციას თემაზე ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ. ილია თვლიდა, რომ აკაკი ვეფხისტყაოსნის ზოგად საკაცობრიო გმირები ვიწრო ჭუჭრუტანიდან დაინახა. ერთი ქართლელად შეიცნო, მეორე იმერლად, ავთანდილი, აფხაზად ფრიდონის ზღვისპირა ქვეყნიდან. თუმცა ამ პოლემიკას გვირგვინი დაადგა ვაჟა-ფშაველა, რომელმაც თქვა, რომ ზოგად საკაცობრიო გმირებიც თავის ფესვებიდან იწყებიან, მერე ხდებიან ზოგად საკაცობრიო გმირები. მშობლების მოსანახულებად მოსკოვის გავლით მოდიოდა საქართველოში და იქ ხვდება თავის მეუღლეს. ახალგაზრდა ქალბატონი, სიმპათიური, განათლებული, ქორწინდება ნატალია პეტრესასულ ბაზილევსკაიაზე. რუსეთში გაზრდილი გახლდათ აკაკის მეუღლე, მათი წინაპრები გახლდათ ოქროს მაგნატები. ისინი აქ ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი, დაიბადა ვაჟიშვილი ალექსი. მერე განათლება უნდა მიეღო და აიყვანა დედამ რუსეთში. აკაკი ხან რუსეთში იყო, ხან აქეთ იყვნენ, ზაფხულობით უმეტესად. მთელი ცხოვრება გაატარა ამ ტანჯვაში, ფული გაეგზავნა ცოლისთვის. ხან რა იდეები ქონა, ხან რა, მაგრამ ერთ-ერთმა გაამართლა. ეზიზღებოდა რუსეთის იმპერია, თუმცა რა თქმა უნდა, ადამიანები არ ეზიზღებოდა, ცოლი ყავდა რუსი. ყველანაირი პირობები შეუქმნა ცოლ-შვილს, რომ კომფორტულად ეგრძნოთ თავი ამ სასახლეში. აკაკის გარდაცვალების შემდეგ 1916 წლიდან დედაშვილი საცხოვრებლად გადადის პარიზში. აკაკი წერეთელი იყო ახალი ქართული თაობა, რომ მოვიდა ფედერალების თაობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი.
თერგდალეულები ვლადიკავკაზიდან რომ მიდიოდნენ, თერგი უნდა გადაელახათ პეტერბურგისკენ, რუსეთისკენ სასწავლებლად. პეტერბურგი არის იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული ცენტრი ევროპული. ეს განათლება მიიღო ამ ხალხმა, დაბრუნდა საქართველოში და თავიანთი ცოდნა მთლიანად გაუზიარეს ქართულ ხალხს. თერგდალეულები სიტყვა დაერქვა ახალი სულისკვეთებით მოსულ ინტელექტუალებს, ვინც ხედავდა, რომ საქართველოს ერთ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა მომზადდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი არსებობა შეძლოს. ძალიან დიდ შრომაში იყო ჩაბმული აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან. ამის იმედი უფროს თაობას დაკარგული ქონდა. ილია და აკაკი თვლიდნენ, რომ მათი უფროსი თაობა იყვნენ კოლაბორაციონისტები და არ შეიძლება იყო დამპყრობელი სამსახურში შენი ხალხის წინააღმდეგ. ამის გამო იყო თავარი დაპირისპირება მომავალსა და შვილებს შორის. გრიგოლ ორბელიანი იყო წარმომადგენლის დაწერა ეს ლექსები, ილიას საწინააღმდეგო ლექსების პოლემიკა იყო წერილი შვილებს და პასუხიშვილთა და უფროსი თაობა ბარბარა ჯორჯაძე იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი. ხედავდნენ რუსეთის იმპერიაში ას კულტურული წყობადობის შენარჩუნებას, როგორც მაქსიმუმს. შვილების თაობა ფიქრობდნენ ავტონომიაზე ჯერ. და ილიას იდეა იყო, რომ ერთი 100 წელიწადში თავისუფლებაზე შეიძლება ვფიქროთ. მანამდე უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი. განათლების, მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნის, ქართულების ერთიანი თვითშეგნების ჩამოყალიბებისთვის, პირველ რიგში ეს იყო ახალი ქართული ენის შექმნის აუცილებლობა, რომ ყველა ქართველს ეძლებოდა ემონაწილეობა ინტელექტუალურ სივრცეში, გაზეთები დაარსებოდა, ეს კვალი იქნებოდა, ეს თუ იუერია. ამას აკეთებდა. იმედით ჩასახეს ქართველებში, რომ გამختارიყო ისევ თვითყოფადი დამოუკიდებელი ერი. ერთმანეთში საკმაოდ კამათებიც ჰქონდა და საუდაზნურთო ბანკს რო აკეთებს ილია. აკაკი არ იყო კმაყოფილი რაღაცა. ეკამათებოდა კაია თუ არა მასოების ამოღება. ამობენ აკაკიმ გადარჩინა ასო როგორ დავწეროთ მაშინ ილიაო, ილიას ჭკუა ქონიაო თუ ილიას ჭკუა ქონიაო. თუ გახსოვთ მისი სიტყვა ილიას მკვლელობის შემდეგ არის საოცარი სიტყვა, ანუ ყველაზე მართალი ალბათ და მწარე, მაგრამ ძალიან დიდი სიმართლე. თუ საქართველოს სიკვდილი არ უწევია, მაშინ იმასთან ერთად შენს უკდავი იქნება. აი მე მაგარი რამე მოხდა ქრისტიანის ხელნაწერი ამდენი საუკუნის მანძილზე ქართველები ისე იმდენად სახელმწიფო იყო რომ ზოგი უმატებდა სტროფებს ზოგი აკლევდა როგორ ერკვიათ რომ გადაწერა სინამდვილეში შოთა რუსთაველმა გიორგი ქართველიშვილმა და მაგარი მეცენატი იყო გადაწყვიტა გამოეცა აკადემიური ვეფხისტყაოსანი ანუ დაედგინა ტექსტი მაშინ და საქართველოს ვინსკი ჭკვიანი იყო შეაგროვა აუნიშნა ჯამაგირი უთხრა ილიას აკაკი ყველას აგე გრიგოლ ერთმანეთს ხო არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ვეფხისტყაოსანი ხო იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი დაპირისპირება. ამიტომ დებაიბოზე თუ დასხებით ერთი მაგინის ირგვლივ და დაადგინეთ რა წერია ვეფხისტყაოსანში. ეს იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, რომ ეს ორი თაობა ერთად დასხდე. ერთი მაგინის გარშემო. რამდენიმე წელი და აი ეს 1888 წელს იმ ვეფხისტყაოსანს ესე ქვია. გიორგი ქართველიშვილისეული გამოცემა. აი მიხაილ ზიჩი ესეთი უნგრელი მხატვარი იყო, ვინც ჩამოიყვანეს და 34 ილუსტრაცია და ხატინოს აი ეს გამოცემა არის ამ დაპირისპირებული ორი თაობის ერთადერთი შეხვედრის ადგილი და დრო. აკაკის ხოჭე ძალიან კლიმატი გონება ჰქონდა და გამოდიოდა კი მოსწრებული ექსპრომტად ნათქვამი სიტყვა თქმები. აკაკი წერეთლის ქართული არის კლასიკური ქართული. ეს არის ერთ-ერთი შემოქმედი ამ კლასიკის. ამ ნიადაგზე მას გარკვეული პაექრობაც ჰქონდა ვაჟა-ფშაველასთან. წაკინკლავებას დავარქონდი, იმიტომ რომ თვითონ ლექსიც რაც დაუწერა, იქ აკებს ვაჟას. დიდი პოეტი ხარ და მარგალიტებს გვითესა, ფშაველები მომიკითხე. მაგრამ მაინც რატო იწყებ წერილს? ენას გიწუნებ ფშაվել და ეწყინა ვაჟას. 1913 წელს აქვეყნებს აკაკი ამ ლექსს. არ არის ვაჟას პირველი გამოჩენა, ვაჟას სიკვდილამდე 2 წლით ადრე. თელმის შემოქმედების ცხოვრებას უწუნებს ენას. ენას გიწუნებს შაველო, სანო მაღალმთისაო, თუნსკი გვითესაო, მარგალიტს კითხველიც იმას ვკისაო. ვაჟა-ფშაველას ორი პასუხი არსებობს ამაზე. ერთი პრო კორექტული, მეორე ნაკლებად. ვაჟაც იმავე წელს ეხმაურება დაგვიანებული პასუხი მხრწოვან პოეტს. ცნობილი ექსებია ხო არა, ნუ შეგაშინებთ, არ გავნებთ დიდან ყვერილი ხარეს. მაგრამ ფაქტი ერთია, ორივე მხარეს თავისი სიმართლე ჰქონდა. აკაკი ამბობდა, რომ ლიტერატურული ქართულით უნდა იწერებოდეს პროფესიული მხატვრული ტექსტები. აკაკის ეჩვენება, რომ ერთიან სალიტერატურო ენის შექმნის გზაზე ვაჟა-ფშაველა ამ მხრივ არ ეხმარება. ვაჟა-ფშაველა ფიქრობდა, რომ დიალექტის გამოყენება პოეზიაში მისი უფლებაა და მე არც ერთ კილოს არ ვწუნო თუ ქართულია. და მე აკაკის იუბილეზე გასწორდა ეს კონფლიქტი. თუმცა ვაჟა ამბობს აი ანასტასია წერეთელს რო წერს კვალის რედაქციას რომ მე დიდ პატივს ვცემ აკაკის, მაგრამ არა ისე რომ საკუთარი თავის პატივისცემა დავუკარგო. ყველას ერთგვარად კრიტიკულად უყურებდა. იაკობ გოგებაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო აკაკი წერეთლის უნდო გულის მოხიბლა. ეს ფრაზა ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს. იაკობ გოგებაშვილი იყო, ვინც მის ფინანსურ მდგომარეობას აწესრიგებდა, ვინც მას ეხმარებოდა, ვინც მას თანხას უგზავნიდა. იაკობ გოგებაშვილმა ორი ასობგერით შექმნა მთელი სამყარო აია. იაკობ გოგებაშვილს უწოდებდნენ მოგებაშვილს. მართლა ბესტსელერი იყო. ყველაზე უწიგნური ვინც იყო ქართველი მაშინ ისიც კი ხვდებოდა რომ შვილის
ისუს უნდა იყიდო დედაენა. თვითონ ოჯახი არ ყავდა. ყველაფერი დაუტოვა საქართველოს. ყველა დედაენის მკითხველი მოსწავლე მისი შვილი იყო. წინდა რომ მოგებაშვილს ეძახდნენ, თქვენთვის მინდა ყველაფერი მართლა ჩვენთვის უნდა, მაგრამ ჩვენ ვერ ხვდებოდი. ამას ხვდებოდა მაგარი წერილი, ამიტომ განსაკუთრებით უყვარდა იაკობ გოგებაშვილი. მისი ყველა ეს ისტორიული რომანი იქნება თუ პოემა იქნება, ყველაფერი ემსახურება მის თანამედროვეობას. ბაშიაჩუკით, როცა იქ წერს თანდათანობითი გადარჯულება რო ხდება სპარსელების ხელში. ეს რა თქმა უნდა ეხმიანება რუსეთის იმპერიის დროს რა ემართება საქართველოს. ნიშნავია ეროვნული ერთიანობის თემა, იმერელი ბაშიაჩუკი მიდის ქართახელებს ეხმარება, სოციალური სამართლიანობის იდეებიც არის. მისი პოემები არის არაჩვეულებრივი. თორნიკერის თავი რა ვიღოთ მაგალითად, ასე დეტალურად აღწერილი, ლამაზად, მართლა რომ ჩაგითრევს ბატალური სცენა, მხოლოდ აკაკისა დიდი ოსტატია ამაში. არის სიმღერა რო არის ამირანი მოადრო და თავს აიშვებს იმ ჯარში გაწყვეტს გვირთა გმირი სიხარულით შეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი. ეს იმდროინდელი ჯარის სიმღერა არ უნდა იყოს, მაგრამ მაშინ საქართველოს კარგ მდგომარეობაშია. მისი თანამედროვე საქართველოს ვითარებას ეხება. პოემებიც, თეატრული ნაწარმოებებიც, ყველაფერი ერთ კომპლექსში უნდა გაიგო მის პუბლიცისტიკასთან ერთად. აქ უშუალო პასუხები არის უშუალო საჭიროებო საკითხებზე. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პუბლიცისტიკა, იმიტომ რომ პუბლიცისტიკისა ქართული მე-19 საუკუნე დიდებული საუკუნე. თავსია აკაკის ხმით, რომ ყველაფერი გასაკეთებელია, მარტო ლექსი არ არის დასაწერი, იქ ყველაფერი მოსაგვარებელია, ეროვნული ბიბლიოთეკა არ არსებობს, ისტორიოგრაფია გაფანტულია, არქივები არ არის, ყველაფერი თავმოყრა უნდა, სახელმწიფოა შესაქმნელი. უზარმაზარი საქმე შექმნა მე-19 საუკუნის ქართულმა წარმომადგენლობამ. ეს კარგად დავიწყებული ქვეყანა თავიდან გაიხსენეს მე-19 საუკუნეში, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, არა მარტო მომავალს მოეყარა თავი და განისაზღვრა მომავალი, წარსულიც გარკვეულწილად განისაზღვრა. ეს იყო ლიტერატურის ისტორია თუ საერთოდ ქართველი ერის ისტორია თუ ქართული აზროვნების ისტორია თუ ვეფხისტყაოსანი თუ გურამიშვილი, ყველაფერი თავის სიმაღლეზე წარმოჩინა მე-19 საუკუნეში. ამბობს კიდეც ერთგან აკაკი, რომ არ გვეცალა ლექსის საწერა, თორე უკეთესად დავწერდნენ. აკაკის პუბლიცისტიკაში ერთი ხაზი აკვალიანებული არის შეიძლება არა პირდაპირაც ქართულ ლიტერატურაში არსებული მართლის თქმის პრინციპი. ჩვენ ქართველები ძალიან გვიყვარს ჩვენი წარუმატებლობების სხვებზე გადაბრალება. აკაკი თავის არაერთ წერილში ეხება პიროვნული და გნებავთ ეროვნული პასუხისმგებლობის საკითხს. ხანდახან ძალიან მძაფრად აფასებს ჩვენს გადაცდომებს ამ მიმართულებით. ძალიან პრინციპული კაცი იყო ამ თვალსაზრისით. აკაკიზე კი თქვი რომ რომანი ქონდა სამშობლოსთან, მაგრამ რა თქმა უნდა ფრაგმენტული კონფლიქტები სულ იყო ფურთხის ღირსი ხარშენ საქართველოს მას ეკუთვნის ეს სიტყვები. ეროვნული თავისუფლება აკაკის ესმოდა ამ დროს ერთად სოციალურ თავისუფლებასთან. ვერ ხედავდა მშვიდად რომ ქართველი გლეხი შეიძლება იყოს ქართველი თავადის საკუთრება და იმერული ნანინა რო დაწერა, იქაც აი გაიზდები გენაცვალე თავისუფალიო, ბატონი ვერ შეგაწუხებს ვერ გაკტეხს ვალიო, თავისუფლებისაც ზოგადი სიმღერა ხო. ილიას აკავშირებდა საფრანგეთის რევოლუციის ძმობა ერთობა თავისუფლებას ქრისტეს ცნებებთან, აი ესე აკაკი საფრანგეთის რევოლუციის სამებას, ასე გამოთქვა ძმობა ერთობა და სიყვარული. ესაა მისთვის ქრისტეს ცნებები, ევროპელობა, სამართლიანობისთვის ბრძოლა, თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო ქრისტიანობის ნაწილი. ამისოთ არ კი წარმოედგინა. ასევე ეროვნული თავისუფლებას აკაკის მიაჩნდა, რომ ქრისტიანობის ნაწილია ქართველების, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ იყო გულწრფელი ქრისტიანი და შეურიგდე იმას, რომ შენი ერი ითქვიფება დიდი იმპერიის რაღაც პოლიტიკაში. ამას უნდა შეებრძოლო და გადაარჩინო შენი ქრისტიანული თვითყოფადობა. ამიტომ ამას რომ ნინო, ნინა და თამარი ტამარადო არ გადავაკეთოთო, იმიტომ რომ თამარი და ნინო დავიცვათ. რა თქმა უნდა წმინდანი ერთია, მაგრამ ამ დროს შენ საკუთარ ბრძოლას ქრისტიანობის თავისი დაფასება უნდა. რა თქმა უნდა სპარსელებთან და თურქებთან იყო ზეწოლა რელიგიური. იმის გამო რომ რუსეთთან ხარ ერთმორწმუნე, არ ჩათვალო რომ თავი ქუჩი აი ამის ქვეშ ხდება საქართველოს ჩაძირვა რუსულ ენობრივ გარემოში. აკაკი ხედავდა ამაში დიდ საფრთხეს. აი თუ შენ არ გააკეთო ის რაც აქამდე აკეთო და შენი წინაპარი ერთგივე სარწმუნება არ ქონდა ბიზანტიელებთან? ქონდათ, მაგრამ მაშინაც როგორ გაფაცისებულები იყვნენ, რომ ბერძნულ ყაიდაზე კი არ გადასულიყვნენ, ამიტომ თარგმნათ ყველაფერი ქართულად, თავისი არქიტექტურული ფორმები შეექმნათ, გააკეთებინათ თავის ენაზე ჰიმნოგრაფიაც, აგიოგრაფიაც, ყველაფერი. ანუ ეროვნულ აქტივობაში ყოფილიყო ქრისტიანობაც. არ მოხდა შენი ასიმილაცია. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არასოდეს არ უმუშავია არსად. მთელი ცხოვრება გაატარა როგორც თავისუფალმა ადამიანმა. აკაკის ნაწარმოებები ყოველთვის სრული სახით არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ჯერ ცარიზმის პერიოდის რეჟიმი და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების დროს ვინ დაუბეჭდებოდა აკაკის ანდრია პირველწოდებულს, წმინდანინოს და მთელი პუბლიცისტურ წერილებს, რომელიც მიუღებელი იყო. როდესაც რუსეთის სამწიფე იმპერატორი ალექსანდრე მეორე მოკლეს, აკაკი დაწერა ლექსი გაზაფხული. აკაკი ბრძანებს, რომ ლექსის დაწერის შემდეგ კინაღამ გამაციმბირეს. რომარა სტაროსელსკი ილიას ქვისლი მართლაც მოუწერდა გაციმბირება.
აკაკიმ გამოსცა თავისი ყოველკვირეული გაზეთი ხუმარა. პირველსავე გვერდზე მან გააკეთა იმ პერიოდის ქალაქის გუბერნატორის კარიკატურული ფოტო. უდიერად მოიხსენია ქართველი ხალხი და აკაკიმ ასე უპასუხა მას, ცოტა ესეთი ლექსი მიუწერა ქვემოთ და სასწრაფოდ დაურბიეს გამომცემლობა, დაუხურეს გაზეთი და მიაბრძანეს მეტეხის ციხეში. ციხეში უამრავი პატიმარი იხდიდა სასჯელს და დიდი პროტესტი გამოხატეს, რომ გოსანი მოიყვანეს ციხეში. იძულებული გახდა ციხის მმართველობა, იმავე საღამოს გაეთავისუფლებიათ აკაკი. იმ დროისათვის ბევრი პერიოდული გამოცემა არსებობდა. აკაკი წერეთელსაც ეს გამოცემები არ ზოგავდნენ. მაგალითად, დროების ერთი ნომრისთვის შემორჩენილია წერილი, რომელშიც სერგეი მესხი აკაკი წერეთელს თხოვს პირველი დროების კალენდრის დაწერას, 2-3 ლექსის 1-2 მოთხრობის დაწერას და მახვილი და შხამიანი პასუხის გაცემას გრიგოლ ორბელიანის ძველ სკილოზე დაწერილ ლექსზე. თავისი სათხოვარი აქვს ნიკო ნიკოლაძესაც ის ძალიან სერიოზულ გამოცემას ხელმძღვანელობდა, რომელსაც კრებული ერქვა. მარტო ჟანრებს კი არ ავალებს, თემებსაც უკუთავს. თავისი სათხოვარი აქვს აკაკი წერეთელთან, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძესაც. ასევე ალექსანდრე ოქროპირიძეს, საქართველოს ეკლესიას თუ შეიძლება ასე ითქვას. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე დიდი აქცია დაიწყო 1905-6 წლებში და თვეობით იმყოფებოდნენ ჩვენი დიდი საზოგადო მოღვაწეები პეტერბურგში. დიდი პოლემიკა ჰქონდათ გამართული იქაური წმინდა სინოდის წარმომადგენლებთან. 1000 გვარი არგუმენტაციით ძალიან ბევრი გამოცემით ასაბუთებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის მნიშვნელობას, მაგრამ ამან იმ დროისათვის შედეგი არ გამოიღონა. ალექსანდრე ოქროპირიძემ საჭიროდ დასახა, რომ აკაკი წერეთლისთვის ეთხოვა ისეთი ლექსის დაწერა, რომელიც აღელვებდა ყველას ამ თემაზე. გამოვიდროთ, ლიტერატურული მკვლევარი არის, წერს რეცენზიებს სხვადასხვა პოეზიაზე და მწერალზე, რუსთავის სტატიებს. თელსაკრებაში დადიოდა სოფელ-სოფელ, ქალაქიდან ქალაქში და ადამიანებს აცნობდა ვეფხისტყაოსანს. უხსნიდა რა საგანძური ჰქონდა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში. იმდენად გაიტაცა ვეფხისტყაოსანი, გახდა რუსთველოლოგი. იყო საუკეთესო მთარგმნელი, დათარგმნი, შენკევიჩი, მოლიერი, ბრილოვი, აკაკისაც თარგმნიდა. ოდესაც ქართულ თეატრს გაუჭირდა ილიამ პირდაპირ თხოვს, იქნება აკაკი შენი კბილი იმერული ენით მოიზიდო სცენაზე საზოგადოება. აკაკის აღმოჩენა იყო საფაროვას ქალი ქართულ სცენაზე, მან მიიყვანა გაბუნია, არა მარტო დრამატურგი და რეჟისორი, იგი მსახიობობდა კიდეც. ფოტოშორის თუ დაკვირვებით გადავხედავთ მის პირად არქივს, დავაკვირდებით, რომ ის საკმაოდ რაციონალური და გაცნობიერებული ცხოვრების მიმდევარი ადამიანი იყო. აკაკის აღმოჩენა იყო ჭიათურის მარგანეცით. მაგალითად, მისი დაარსებული ჭიათურა, უნიკალური ქალაქი, იმიტომ რომ ბავშვობაში ახსოვდა რაღაც უცნაური შავი ქვა იყო. და ჩამოიყვანა სპეციალისტები პეტერბურგიდან, რომ გამოეკვლიათ და აღმოჩნდა, რომ იქ არის საბადო მარგანეცის, რომელიც სოფლიოში იდემოდა. აკაკის დამსახურება იყო, რომ ჩამოვიდნენ ინგლისელები, ბელგიელები, იტალიელები, ფრანგები. 1879 წელს აკაკი იყო პირველი, რომელმაც გაიტანა ჭიათურის მარგანეცი ევროპის ბაზარზე. ყველა მიხედავთ თვითონ აკაკის გარდა, რომ აკაკი არ აღმოჩნდა კარგი მენეჯერი, მიუხედავად იმისა, რომ გენიალური პოეტი იყო და გენიალური ადამიანი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ერთ წერილში წერს: სიფხიზლე, გონიერება, ენერგია, თავის გამოუჩენლობა, მარჯვნივ მუშაობა და მარცხნივ თავის გამოჩენაო. სინამდვილეში ეს არის აკაკი წერეთლის ნამდვილი პორტრეტი. ისაც უნდა რომ წარმოედგინოს, რას ნიშნავდა. აკაკი წერეთელი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ნახოს 1912 წელს გადაღებული პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რომელიც საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ამ მოგზაურობას და იმას, რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კაცს აკაკის მიმართ. აქ გახსენდება სიტყვები თაყვანისცემა, მოწიწება, სიყვარული. ეს სიყვარული ასე ჰაერიდან არ მოდის ხოლმე. აკაკი წერეთელი ერთადერთი ქართულ პოეტებს მწერლებს შორის, რომელიც სიცოცხლეში დააფასეს. სიცოცხლეში ისე უყვარდათ, რომ რამდენჯერმე მოხდა ეს, რომ მაგალითად ფაეტონში თვითონ შეებებოდა ხოლმე ადამიანები ცხენების ნაცვლად, რომ აკაკისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატა. ამის მიუხედავად, რუსეთის დუმის არჩევნებში ერთხელ მიიღო აკაკი მონაწილეობა და არც ერთმა ქართველმა ხმა არ მისცა. ეს ძალიან უცნაური. მე მაქვს ამის ახსნა, იმიტომ რომ ისე უყვარდათ, რომ დეპუტატობისთვის ვერ გაიმეტეს.
იმთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ლექსით არ უნდა წარდგარიყავი ამ კონკურსში, არამედ უნდა ტექსტი შემედგინა საჰიმნო. ვინაიდან მუსიკალური მოცემულობა უკვე განსაზღვრული იყო, გამარჯვებული იყო ეს მელოდია უკვე. ზაქარია ფალიაშვილის, ბატონის ოსო კეჭაყმაძის არანჟირებით. მუსიკალური მოცემულობაზე უნდა მორგებულიყო ტექსტი. გარდა ამისა, კიდევ მკარნახობდა ის, რომ ქართული ლიტერატურის საგანძურიდან დაწყებულიყო ტექსტი და არა თანამედროვე ყოფილა. ვინაიდან ათეისტური ყოფა მოვიდა 20-იან წლებში მე-20 საუკუნეს და ეს ხაზგასმული იყო ათეიზმი და ღვთისმღობელი ტენდენცია იყო. ამდენად კანონური უფლება ჩამოერთვა საქართველოს გერბს და საქართველოს დროშას. ისტორიული სამართლიანობა აღდგა ისტორიული გერბი საქართველოსი, აღდგა დროშა ისტორიული საქართველოსი. ისტორიული ჰიმნი არ არსებობდა და ამიტომ მინდოდა რომ ტექსტი დაწყებულიყო ჩვენი ლიტერატურის საგანძურიდან, კლასიკით დაწყებულიყო და არა ვთქვა ჩვენი თანამედროვე ყოფიდან. აკაკის სიტყვებით იწყება ეს ტექსტი, რომ ჩემი ხატია სამშობლო სახატი მთელი ქვეყანა. ხატის წინ რომელიც არის აკაკის ლექსი. აკაკი წერეთლის პირად არქივში არის დაცული ერთი საარქივო ერთეული, რომელშიც ძალიან ბევრი გაურკვევლად და რთულად ამოსაკითხი ფურცლები დევს. სწორედ ეს ერთეული ყველაზე მეტად ახასიათებს, ვინ იყო აკაკი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ უყვარდათ ის. ეს არის 80-ზე მეტი დეპეშა აკაკი წერეთლის პირად ექიმთან, რომელსაც აკაკისგან დამოუკიდებლად უგზავნიდნენ ჩვენი სრულიად სხვადასხვა საზოგადოების წევრები და ექიმისგან იგებდნენ აკაკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნეში რაც ხდებოდა, სადაც ქართველებს უჭირდა ყველგანი აკაკი წერეთელი 1876 წელს იყო რუსები ნაწილ-ნაწილ ვიპყრობდნენ. ბოლო წერტილი კავკასიაში იყო სვანური სოფელი ხალდე, რომელიც რუსებმა გაანადგურეს მიწასთან. და ვინც ცოცხალი გადარჩა, მათ სასამართლო იყო ქუთაისში და აკაკი წერეთელი ეცელოდ ჩავიდა და ისეთი სიტყვა თქვა სასამართლო პროცესზე, რომ გადაარჩინა ჩამოხრჩობას. თვითონ თვლიდა, რომ ყველაზე მაგარი ცხოვრებაში რაც გამიკეთება ეს არის. აკაკი წერეთელი იმდენად საყველაოა, რომ მარკეტინგული თვალსაზრისითაც იყენებენ მას. ათუმის თამბაქოს ქარხნის ადმინისტრაციამ ექვთიმე თაყაიშვილს სთხოვა, უფლება მიეცა, რომ აკაკი წერეთლის პორტრეტი დაეტანათ თამბაქოს კოლოფზე. მთელი ცხოვრება უჭირდა და სახლი არ ქონია არასოდეს. არასად არდა სახლის სვიტოვში და სხვა შორის ხანსა ცხოვრობდა თბილისში, ქუთაისში და მისი სპონსორი და დამფინანსებელი იყო დავით სარაჯიშვილი, ასეთი დიდი ქართველი მეცენატი, რომ შეეკითხებოდა აკაკის როგორ ხარო, როგორ დათიკუა ისე ვარ მეც. სახლი რო არ ქონდა, რომ ეხდა რომ კვდებოდა, გაიპარა. ის ბინაში არ მომკვდარიყო და ჩუმად ჩავიდა სვიტოვში და იქ მოკვდა სხვათა შორის არავინ არ შეაცო, ხო? ის 1915 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. გლეხება თავისი ხრებით ჩაიტანეს საჩხერის საზღვაო ძვირფასი ნეშტი, გადახსნილი ვაგონით ნახევარ საქართველოს გაიარა მისმა ცხედარმა და ესე მიაბრძანეს ჰაშვეთის აძარში და 8 თებერვალს თაწმინდის მიწას მიაბარეს დიდებული მგოსანი. გამზირა, მუსოცხალ, ზეკალსა დამაფარებო და რომ მოგდები გახსოვდეს ანდერდი და ვიმარეო. დედაშვილობამ ბერტახო შენს მიზას მაბარეო საფირუს მე ზურმუხტო შემოთავაზო.